მოხდა ძალიან უცნაურად, მე და ჩემი მეგობარი მივდიოდით რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მეტროს მიმართულებით. როცა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის კუთხეში მოგვიახლოვდა, როგორც მახსოვს, 3 პოლიციის თანამშრომელი და გვითხრეს, რომ მოგვეხდინა ჩვენი თავის იდენტიფიცირება. ჩემ მეგობარს ჰქონდა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი, მე არ მქონდა. და ვუთხარი მათ, რომ შემეძლო პირადი ნომრის თქმა მათთვის და სახელის და გვარის წარდგენა. მე ვუთხარი მივეცი ჩემი მონაცემები, მაგრამ მათ მაინც გადაწყვიტეს ჩემი განყოფილებაში წაყვანა. საბოლოოდ მე მეგონა, რომ მხოლოდ მე გადამიყვანდნენ, მაგრამ ჩემი მეგობარიც წამოიყვანეს, რომელსაც ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მაგრამ მაინც აქ ხარ წესი არ არსებობს. კი ბატონო, ეს იგივე დღეს მოხდა. იგივე დღეს მოხდა. წაგვიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მიდიოდი ძალიან გაუგნებულები, ეს გვეტყობა კიდეც მე მგონი დაკავების ვიდეოში, იმიტომ რომ ისე მშვიდად ვართ, ვერც ხვდებოდით საერთოდ, ანუ რა შეიძლება მომხდარიყო. როცა მივედით ფაქტობრივად ჩვენ არ განგვიმარტეს რის გამო მივედით იქ, გვეუბნებოდნენ რომ უბრალოდ მოახდენენ იდენტიფიცირებას, მაგრამ ეს გრძელდებოდა საათები, ვერ ხერხდებოდა ეს იდენტიფიცირება. ნიშნულოვანია ის, რომ აი ეს ადამიანები მუდმივად ცდილობდნენ ჩვენთან კომუნიკაციას, რასაც მე გიყვება, ეს იყო საინტერესო ეს დამხმარებლები, იმიტომ რომ სისტემურობას აჩვენებს მიდგომას პოლიციის გისმენთ. რას ცდილობდნენ კომუნიკაციას? საერთო ბევრი დავინახე, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მუდმივად ცდილობდნენ იმის ახსნას, რომ ისინი არიან კარგი ადამიანები. ჩვენ გვაქვს მათზე მცდარი წარმოდგენა და ზოგადადად ჩვენ ვდგავართ არასწორ გზაზე და ამ არასწორი გზის ჭრილიდან ვუყურებთ მათ საქმიანობას. ჩემი მეგობარი, ვისთან ერთადაც ვიყავი დაკავებული, არის იურისტი, ამიტომ მასთან კომუნიკაცია იყო უფრო სხვა კუთხით, ანუ ისინი შედიოდნენ დისკუსიაში ჩემ მეგობართან სამართლებრივ ჭრილში, როცა მივიდოდა ეს დიალოგი რაღაც მოიქცეოდა ჩიხში და აი უნდა დაეთმო ერთ-ერთ მხარეს და ეთქვა რომ აი უშუალოდ კი ესეა. აი ამ დროს მოტრიალდებოდა ეს ადამიანი, მე მომიბრუნდებოდა და მეტყოდა რომ მარტო სამართალი ხომ არ არის, ადამიანობაც ხომ არის და დაიწყებოდა ლაპარაკი უკვე ადამიანურ ჭრილში გადმოვიდოდა. შემდეგ როცა ადამიანურ ჭრილში მოიქცეოდა ჩიხში, იტყოდა რომ არა, სამართლებრივად ადამიანური ნაწილი სამართალმა არ იცის და მოდით სამართლებრივ ნაწილში დავრჩეთ და აი აქ ვიდაოთ. როგორც არც ერთ ნაწილში არაფერი არ ეთქმით მათ. კი, არც ერთ ნაწილში არ ეთქმით. მე როცა დამაკავეს ხელში მეჭირა ჩემი მეგობრის ბანერი. თორნიკე თოშხოვას, როცა პირველ ეპიზოდში, როცა ის მეუბნებოდა რომ იცით რა არის, აი მოდი ადამიანურ ჭრილში განვიხილოთ, აი მაშინ მე მას ვეუბნებოდი რომ აი მე ვარ ადამიანი, რომელიც ძალიან განვიცდით ჩემი მეგობრის მდგომარეობას, რომელიც 21 დღეში მშილობდა და ითხოვდა ადეკვატურ გამოძიებას, ობიექტურ გამოძიებას, რომ მე ყოველდღე მივდივარ მის ადგილას ვდგები, მე ვიცი რომ ამ ბანერით დაუშვათ ვერ გამოვიყვან მას, მაგრამ ერთ ადამიანს მაინც ხო ვასწავლი მეგობრობას და ამით ამას მე ჩემს გამარჯვებად ჩავთვლი და ეს როგორ შეიძლება არა ადამიანური ნაწილი იყოს ამ ამბის. და აი ყველაზე უცნაური ის არის რომ აი როცა მივიდოდა საქმე იქამდე რომ აი მეც მაქვს ეს რაღაც ადამიანური ნაწილი და მე შეიძლება ჩემი სიმართლე ვთქვა. ამ დროს მოვიდოდა სხვა ადამიანი, რომელიც დაიწყებდა რომ აი მაგალითად ერთმა მათგანმა მომმართა და თქვა რომ ჩემთან არ შემოვიდოდა არანაირ დავაში და საერთოდ ჩემგან არ მიიღებდა არანაირ არც შენიშვნას, არც არგუმენტს, იმიტომ რომ ის 15 წელია, რაც არის პოლიციის თანამშრომელი 15 წელი ერთგულად ემსახურება ქვეყანას და ის თავისი ჯანმრთელობის ხარჯზე ხიფათისგან გვიხსნის მოქალაქეებს. და
არაპირებდა ჩემთან საერთოდ განხილვას, არაფრისას და მან დატოვა ოთახი. ეს ჩემს იყო ძალიან მძიმე. მე მის კოლეგას ავუხსენი რომ აი როცა მსგავსი სიტუაცია ხდება, მან უნდა იკითხოს, იქნებ მეც 15 წელი ვემსახური არანაკლებ სახიფათო პროფესიას და მეც ვთვლი რომ მეც ერთი აგური დავდე ამ ქვეყნის მშენებლობაში. და რას გავს ეს? ანუ რას ნიშნავს? ჩვენ რაღაცა მეტრი გვაქვს და უნდა დავემთხვიოთ რაღაც სტანდარტს და ეს სტანდარტი მე მოგცემს იმის ლეგიტიმაციას, შეგვიძლია ლაპარაკი თუ არ შეგვიძლია რაღაც საკითხზე? ანუ ესეთ ქვეყანას ვაშენებთ? ადამიანი, რომელიც ვერ ემთხვევა ამ სტანდარტს, მას არ აქვს თქმის უფლება, ან ოთახში ამის მიხედვით გადავწყვიტოთ, ვინ ილაპარაკებს? ეს ხომ აბსურდი იყო, მაგრამ მუდმივად გრძელდებოდა ეს. ისინი და თან სტანდარტი არის რეჟიმის მსახურება. რეჟიმის მსახურება და თან ამ დროს ყველაზე ირონიული რა არის? თითქოს აი ეს გულის ტკივილით ამბობდნენ, რომ ჩვენ როგორი უმადურები, როგორ დაუნახავები ვართ, როგორ ვერ ხედავთ მათ, ვერ ვამჩნევთ მათ. ისინი სწორ საქმეს აკეთებენ, სწორ გზაზე დგანან. მათ შეფასებაში, ყველა სიტყვაში მცდარი ვართ ჩვენ, რასაც მათ მიმართ ვიყენებთ. და ამ დროს თავისივე ხელი დაკავებულ უკანონოდ დაკავებულ ადამიანს უხსნის, რომ რა კაი ადამიანია ეს. ეს ხო ძალიან ირონიულია, რა ვიცი. მე ამაზე ცოტა არ იყოს და მეცინებოდა. მაგრამ არ ქონია არანაირ ისეთ რა ვიცი, არ ადამიანურ მოპყრობას ადგილი, პირიქით ჩვენ მთელი ამ საათების განმავლობაში ვიყავით აი მუდმივად მსგავს დებატებში, უბრალოდ ერთი ის იყო რომ მე და ჩემი მეგობარი ვიყავით მხოლოდ ერთი მხარე და ისინი მუდმივად ეცვლებოდნენ ერთმანეთს და ახალ ადამიანებთან გვიწევდა თავიდან ისევ და ისევ ესე იგი ამბების განხილვა და მე და ჩემი მეგობარი ვთვლიდით რომ ჩვენ ვიყავით დაკავებულები, იმიტომ რომ ჩვენ არ ქონდა შეზღუდული ქონდა გადაადგილების უფლება, არ ვიყავით თავისუფლები, არ ქონდა წვდომა მობილურ ტელეფონთან. ჩემმა მეგობარმა შეძლო და დაუკავშირდა ადვოკატს, სანამ ჩვენ გადაგვიყვანდნენ. ადვოკატი არ შემოუშვეს, არ მისცეს ინფორმაცია თუ სად ვიმყოფებოდით, ასევე არ მისცეს ინფორმაცია ოჯახის წევრებს. ვერ გპოულობდნენ სად ვიყავით, ეს იყო მათთვის ძალიან სტრესული. ასევე დარეკეს სახალხო დამცველის აპარატიდან და მათაც ვერ მიიღეს პასუხი თუ სად ვიმყოფებოდით ჩვენ. მათ ჰქონდათ მცდელობა ჩვენი გამოკითხვეს, მაგრამ მათ ესე უწოდეს გასაუბრება. რაზეც ჩვენ უარი ვთქვით და ვამბობდით, რომ ადვოკატის გარეშე ამ გასაუბრებას არ დავთანხმდებოდით. შემდეგ მოხდა ჩანთების დათვალიერება. თავიდან გვითხრას, რომ ჩვენი ხელით ამოგველაგებინა ნივთები. ეს ძალიან სასაცილოა რა ნივთები მქონდა ჩანთაში. ის იყო სახატავი ფანქარი. ტუჩი საცხი და პირბადე და ეს პირბადე იყო მტკიცებულება და 2000 ლარით დავჯარიმდი. ისევე როგორც ჩემი მეგობარი. ეს ძალიან ისეთი დასრულდა 2000 ლარიანი ჯარიმი. დიახ. მე მინდა რომ მადლობა გითხრათ, ძალიან დიდი მადლობა ნათია.